stopped to drink coffee, I stopped drinking coffee. რა განსხვავებაა ამ ორ წინაადებას შორის? Stops თუ მოყვება თუ ნაწილაკი, ანუ ინფინიტივი, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს, მე გავჩერდი, რომ ყავა დამელი, ანუ I stopped to drink coffee, ნიშნავს, რომ აი ხო მუშაობდი, გავჩერდი, შევწყვიტე მუშაობა, რომ ყავა დამელი. I stopped to drink. მაგრამ თუ მინდა ვთქვა, რომ ყავისმა შევწყვიტე და ვთქვა ჩაიზე გადავედი ან აღარ ვსვავს საერთოდ ყავას, ამ შემთხვევაში ვიტყოდი I stopped drinking coffee. ანუ რა დასკვნა გამოგვაქვს ის რომ stops თუ მოყვება ინფინიტივის ფორმა ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს რომ გავჩერდი რათა რაღაცა სხვა გამეკეთებინა მაგრამ თუ მოყვება ზმნის ing ანუ გერუნდივის ფორმა ეს ნიშნავს რომ შევწყვიტე ზმნით ანუ გერუნდივით გამოხატული მოქმედება საერთოდ თუ გაინტერესებთ ამ თემაზე უფრო სიღრმისეული ახსნა აპლიუსტით ამ ვიდეოში და გამოგიგზავნით PDF-ს რომელშიც მოცემული არის B1 ჯგუფის ზმნები ახსნილია რომელს მოყვება გერუნდივი რომელს მოყვება ინფინიტივი და რომელს მოყვება ორივე. მანამდე კი არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა.